თუ ვიზუალი არ მომწონს, იმას არ გავსინჯავ. 14 წელია უკვე ვარ ამ დარგში, სწავლის პარალელურად მუშაობდი მიმტანად. როცა შეკვეთას ვიღებდი, ხო, ანუ მომხმარებლისგან, სტუმრისგან, მე მინდოდა რომ დამემზადებინა იმათთვის რაღაცა კერძი. ნუ ახლა რა თქმა უნდა, მიმტანს არ აქვს უფლება რომ შევიდეს თქვათ რესტორნის სამზარეულოში, მაგრამ მაინც ვახერხებდი იმას, რომ ანუ შევსულიყავი და რაღაცები, ან ჩემი კორექტირება რაღაცები გამეკეთებინა თქვათ ნებისმიერ კერძზე და მე მინდოდა რომ ჩვენი სტუმარი ყოფილიყო ყოველთვის კმაყოფილი. მიუხედავად იმისა, რომ ანაზღაურება თქვათ იმ დროს მიმტანის პოზიციაზე და ბარმენის პოზიციაზე ბევრად უფრო მეტი იყო, მაგრამ მუშაობა დავიწყე 150 ლარზე, სადაც ვიყავ მზარეულის დამხმარე. ვცდილობდი რომ მესწავლა ან თქვათ ვინც ამზადებდა იმისთვის მეყურებინა როგორ აკეთებდა, რას აკეთებდა და სადღაც 3-4 თვეში უკვე ჩვეულებრივ ვიყავი უკვე მზარეულის პოზიციაზე. მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო დავამთავრე და ვიყავი მიმტანი ბარმენი, მე ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რომ წავედი სამზარეულოს განხრით და მე ვფიქრობ, რომ ალბათ მივაქცე კიდევაც აი ამ ყველაფერს, იმიტომ რომ უკვე 10 წელია ვარ ერთ კომპანიაში, სადაც ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს. ყავს 60-70 ადამიანი დაქვემდებარებაში, თავის შეფსარეულები, მზარეულის დამხმარეები და მე ვფიქრობ, რომ ხალხთან ურთიერთობა, სტაფთან ურთიერთობა, მომხმარებელთან ურთიერთობა ეს არის ყველაზე საყვარელი საქმე, რაც ადამიანს ანიჭებს სიამოვნებას. მე სახლში არ ვატარებ იმდენ დროს, რამდენ დროსაც ვატარებ სამსახურში და ვატარებ თანამშრომლებთან და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ყველას ვასწავლო და მიიღონ განათლება იმისთვის, რომ შემდეგ როცა უკვე იმათ დაჭირდება თქვა დამოუკიდებლად მუშაობა, გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ იყვნენ საკუთარ თავში დაჯერებულები. კერძი პირველი ბავშვობაში მაქვს აკეთებული, სვანი ვარ და ნუ ოჯახში ხა დედაჩემ როცა აკეთებდა თქვა კერძებს, პირველი კერძი გავაკეთე მე მგონი კუბდარი, იმიტომ რომ იმდენად მაინტერესებდა და იმდენად მიყვარდა შეზავება, ცხობა, აი ეს ყველაფერი, რომ მე მგონი ეგ იყო პირველი. სამზარეულო ზოგადად არის ალბათ ჩემი განუყრელი ნაწილს ვერ ვიტყვი, ალბათ ადგილის, იმიტომ რომ სამსახურში რო ვჩერ მუშაობას, ხო, აი სახში მისული, რო ვეუბნები, აი სად ხარ? სამზარეულოში. კაი, მთელი დღე სამზარეულოში იყავი და კიდე სამზარეულოში ხარ. იმდენად სიამოვნებს აი ეს კეთების პროცესი, ის რომ რაღაცას ქმნი და მე ვფიქრობ, რომ არ ვიცი, ალბათ ჩემი განუყრელი ადგილი არის სამზარეულოს, რომელსაც ალბათ ვერასდროს ვერ მივატოვებ ვერსად.